მოკლედ ბეთლები, რა თქმა უნდა, ამ სფეროსთვის ძალიან დადებითი გავლენა არის, იმიტომ რომ არტისტებს მიეცათ საშუალება თავიანთი რაღაც დამალული ნიჭის მონეტიზაცია მოეხდინათ რა. დღესდღეობით არის თითქმის ერთადერთი საშუალება, რომ არტისტმა რაღაც თანხა გამოიმუშაოს თავისი ნიჭით რა. შესაბამისად, ბეთლები საუკეთესო მოვლენა არის ჰიპ-ჰოპისთვის. წინ გადადგმული ნაბიჯია და კიდევ ბევრი კარგი მოვლენა შეიძლება მოყვას ამ ყველაფერს, იმიტომ რომ როგორც ორგანიზაციების განვითარება, ასევე არტისტების განვითარება არის ერთმანეთის პროპორციული რა, იმენა ერთი ერთში რა. ჯერ ცოტა ხმამაღალი იქნება ეგ რომ ჩვენ საქართველოში რეპს პროფესია დაუძახოთ რა, მაგრამ არის რაღაც კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, ვისთვისაც ეს პროფესიაა რა. მაგალითად ავიღოთ flow-ს თლიანი შემოქმედებითი ჯგუფისთვის ეს პროფესიაა. მათი არტისტებისთვის პროფესია, ჩემთვისაც უკვე პროფესია, იცადამ პროფესია არის ის, რასაც ყოველთვის გამუდმებით აკეთებ და შემდგომ ამ კეთების პროცესში უკვე თითვისებ ამ ყველაფერს რა. ჩემ შემთხვევაშიც ეგრე მოხდა რა. ასე რომ, ხო, პროფესია არის, მაგრამ ჯერჯერობით უბრალოდ მასშტაბია ცოტა რა, იმ მასშტაბები რომ გაიზრდება, მე ყველაფერი მაგრად და ოკეი.